მოგესალმებით, დიდი მადლობა. ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს უფლება რომ დარბაზში შევიდეთ, მას მე რაც 5 მარტს გამოვყარეს დარბაზიდან, იმიტომ რომ საერთოდ თუნდაც აღარ შეიძლება ამ უსამართლობის წინაშე, როგორც ჩანს, აი ამ სადისტური გართობის წინაშე, რასაც რეჟიმი უწყობს ჩვენს კოლეგებსა და თანამებრძოლებს და 5 მარტს მთელი აი ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, შემადგენლობა, ის უდიდესი ნაწილი ქართული თეატრის რომელიც რა თქმა უნდა აღშფოთებულია იმ პროცესებით, რომელსაც ხედავს, ჩვენ უნდა დამხდარიყავით მაყურებლებად აი ამ მართლა სადამსჯელო ოპერაციის, რომელიც სასამართლო დარბაზში ხორციელდება ყოველდღიურად და არც უნდა გვესუნთქა, როგორც ჩანს და იძულებული გავხდით დაგვეტოვებინა დარბაზი და დღეს კი არავინ არ შეგვიშვეს, ამიტომ დაახლოებით იგივე ინფორმაცია თუ შეიძლება ნაკლებიც კი გვაქვიდრე თქვენ სავარაუდოდ, იმიტომ რომ თუმცა რაღაცას გაფაციცებული უყურებს და ველოდებით როდის გამოვა ვიღაცა რომ რაღაცა გვითხრას. რაც შეეხება იმას რომ დღეს ქართული თეატრი სასამართლოსთან დგას და არა თეატრალურ უნივერსიტეტთან, ეს ძალიან სიმპტომური რამ არის ჩვენი დროისთვის, მე მგონი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა ცნობილი სახე ქართული თეატრისა თუ კინოსი დღეს სასამართლოსთან იმყოფება, მაშინ როცა მათი მთავარი სასწავლებელი, ის სასწავლებელი, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა დავამთავრეთ, დღესდღეობით სხვა ხალხია, ასე ვთქვათ, იქ და რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, იცავს სტუდენტების უფლებებს, იცავს სტუდენტების ღირსებას, რომელიც 80-ზე მეტი დღეა ილახებოდა. ამას ჩვენ ვაკვირდებოდით გვერდიდან, რა თქმა უნდა, მხარს უჭერდით მათ, მაგრამ ეს იყო მიგვაჩნდა, რომ იყო სტუდენტების ბრძოლა, რომელშიც არ უნდა ჩავრეულიყავით, არ უნდა გვეაქტიურა ამ ბრძოლაში, არამედ მთლიანად დაუთმეთ მათ ეს სივრცე, ბრძოლის ეს ველი და ისინი 80-ზე მეტი დღე იყვნენ დამცირების, შანტაჟის და აბსოლუტურად აი მათი უფლებები ითელებოდა ფეხქვეშ იმ ხალხის მიერ, ვისი პირდაპირი მოვალეობა და უპირველესი მოვალეობა არის სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვა. აი ეს ნახეთ ჩვენ და გუშინდა დღეს რასაც ვუყურებდით, ეს იყო უბრალოდ უკვე მართლა ყველანაირ საზღვარს გადასცდა, რის მერეც არც ერთი ჩვენგანი, რა თქმა უნდა, აღარ აპირებს გაჩუმებას, აღარ აპირებს რაღაცნაირად თვალის არიდებას, იმიტომ რომ ეს უკვე არც კოლეგიალობა, არც არაფერი არ არის, მართლა ეს არის ჩვეულებრივი რეჟიმისთვის მსახურება, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ, არაფრით არ განსხვავდება დღევანდელი რეალობა სასამართლოში იქნება ეს თუ თეატრალურ უნივერსიტეტში იმ უსამართლობისგან, რომელსაც ჩვენ ვუყურებდით დეკემბერში, უბრალოდ ამან სახე იცვალა და სხვა სიბრტყეებში გადაინაცვლა ვინიცის კიდევ უფრო საშიშ სიბრტყეებში, ანუ სასამართლო დარბაზში და იმ სივრცეებში, სადაც საფრთხეს ჩვენ არ უნდა ველოდეთ და არ უნდა მოდიოდეს იქიდან საფრთხე. ეს განსხვავება ჩემთვის დღესდღეობით, ასე ვთქვათ, აი ამ ჩვენს კოლეგებსა, რომლებიც ყოფილ კოლეგებს მე ვიტყოდი, რომლებმაც მართლა სადამსჯელო ოპერაცია ჩაუტარეს სტუდენტებს და შეწამლეს რაღაცა ტოქსიკური ნივთიერებებით, ვიდრე მათ ეძინათ და აი არც გააფრთხილეს, რომ ამ შეწამლას იწყებდნენ და შემდეგ სამჯერ გამოუძახეს პოლიციას, დააჯარიმეს 50,000-ანი ჯარიმით და ემუქრებოდნენ პატიმრობით და აი ამის მერე იკრიბება ეთიკური კომისია თეატრალურის და ერთადერთი რაც არაეთიკური ამაში მათ ვერაფერი ვერ ნახეს როგორც ჩანს და ისევ იგივე სტუდენტების დასჯაზე გადავიდნენ და 7 მათგანი გაწყობინებთ აი დღეს გავრცელებული განცხადებიდან რა გაიგეთ მცირე განცხადება იყო ბევრი არაფერი ეწერა თეატრალურის ადმინისტრაციას თუმცა იქ იყო ნახსენები ის რომ აი ერთი თვე აქვს ახლა რექტორს იმისთვის რომ ეს ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა ეს განცხადება ძალიან საინტერესოა ეს განცხადება და მე ვიტყოდი ძალიან უცნაური მით უმეტეს მას მერე რაც ჩვენ ვნახეთ უშუალოდ სტუდენტებს რა მიწერეს ელფოსტით ხომ სადაც მათ პირდაპირ უთხრეს რომ თქვენი სტუდენტური სტატუსი შეჩერებულია და წერტილი არანაირი ახსნა განმარტება ამას არ მოყოლია მათ მოუხდათ ახსნა განმარტების გაკეთება რაც ასევე ადასტურებს ერთი მხრივ მათ არაპროფესიონალიზმს ტოტალურს და მეორე მხრივ ადასტურებს იმას რომ რასაკვირველია ის არ ვიცი მე ეთყობა არ ელოდნენ რომ რაღაცა ხმაური მოყვებოდა ამ საკითხს და მოყვა ძალიან დიდი ხმაური
და ძალიან გაერთიანებულია ეს სფერო, სახელოვნებო სფერო, იქნება ეს კინო თუ თეატრი, იმ მოთხოვნას უერთდება, რომელიც აქვს სტუდენტებს დღეს. ეს რასაც ჩვენ ვუყურებთ დღეს, არის მართლა ჩვეულებრივი სადამსჯელო ოპერაცია, აი რა ვიცი მე რობოკოპებად გადაიქცნენ ჩვენი კოლეგები მგონი, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ მათ ჭკუა არ ყოფნით სახე დამალონ. რობოკოპებისგან განსხვავებით, აი ეს ვითარება არის დღეს. მათ ჩვენ ვიცნობთ, მათ ჩვენ გვასწავლიდნენ, ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობდით, ჩვენ რა ვიცი მე ყველანაირ ხაზს გადალახეს უკვე და გადააბიჯეს, იქნება ეს პირადი, პოლიტიკური თუ კოლეგიალური. აი კოლეგიალობა ახსენეთ და სტატუსშიც ჰქონდათ აღნიშნული გიორგი შალუტაშვილზე მის პოზიციონირებაზე. ამ შემთხვევაში თქვით თავად რომ რობოკოპებისგან ამ ვითარებას ის განასხვავებს, რომ ვიცნობთ ადამიანებს ვისაც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. აქ შეხვედრასაც ახსენებდით, სადაც თითქოს კოლეგიალობა დაგიწუნეს. ამ თემაზე მეტი ხომ არ შეგიძლიათ მე მომიწოდეს კოლეგიალობისკენ გარკვეულ მომენტში რაღაცა ფრიად არასასიამოვნო შემთხვევით. რა თქმა უნდა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ალბათ ასევე ვილაპარაკებ საკმაოდ ვრცლად, როცა ამის დრო იქნება, მაგრამ ეს სინამდვილეში ამ სიტუაციაში თითქოს ჩვენ უნდა შეგვეძლოს და მისი მოწოდებაც ეს იყო, რომ დიალოგი უნდა შევძლოთ, რომ უნდა დავრჩეთ კოლეგიალობის, ასე ვთქვათ, ჩარჩოში თუ ფარგლებში და შევძლოთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, რა კი ერთი სფეროდან ვართ, მაგრამ პარალელურად ეს როგორ გითხრათ, ეხლა ბოდიშს ვიხდი თუ ამით რაღაცა გამოვყოფ ვინმეს ამ პროტესტში, მაგრამ ეს პირადად მეც მეხება ეს საკითხი, რა კი მათ შორის ერთ-ერთი სტუდენტი არის ჩემი და და არ ვიცი ეხა ეს ალბათ აღნიშნვის ღირსი არ არის, მაგრამ როცა ადამიანი რომელთანაც ჯერ ჩემი დეკანი იყო, ვიდრე ვსწავლობდი უნივერსიტეტში და შემდეგ კი დეკანი იყო, როცა ვასწავლიდი უნივერსიტეტში 5 წლის მანძილზე და ძალიან ახლო თანამშრომლობა მაკავშირებს საკმაოდ ვრცელი და დიდხნიანი, აი ეს ადამიანი როცა საერთოდ არაფერს არ ითვალისწინებს და შეუძლია რომ დაუშვას, უბრალოდ აი დაუშვას, რომ ეს ურთიერთობა სტუდენტებს და პედაგოგებს თუ ადმინისტრაციას შორის პოლიციელების, დაკითხვების, ჯარიმების და რაღაცა შანტაჟის გზით რომ დაგიჭერთ თუ აქედან არ გახვალთ და ჩაგსვამთ და ასე შემდეგ, მით უმეტეს იმ ატმოსფეროში და იმ კანონმდებლობის ფონზე, რომელიც მკვიდრდება ამ ავტორიტარიზმში, რასაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, აი ამისთვის სტუდენტების გაწირვა ეს არის ჩვეულებრივი ბოროტება, მეც მე ამას ვერაფერს ვერ დავარქმევ სინამდვილეში და არავითარი კოლეგიალობა აქ აღარ შეიძლება არსებობდეს საერთოდ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია რა თქმა უნდა. კი, და დათა ბოლოს აი რა უნდა მოხდეს, ან რა უნდა გაკეთდეს, რომ აი ამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ბიუროკრატიული შურისძიება არ გამოუვიდეს სტუდენტებს. მე ვფიქრობ, რომ დღეს ვინმე თუ იფიქრა და არ ამგონია ეს ვინმეს ეფიქრა, რომ ის ფაქტი, რომ სტუდენტები გამოვიდნენ ფოიედან და აღარ იკავებენ ფოიეს, რომ ამით დასრულდა მათი პროტესტი და თუ ვინმე არის ისეთი, ვინც ამის გამო ზეიმობს დღესდღეობით, მინდა ძალიან გაუცრუო, ასე ვთქვათ, ეს ზეიმი და სიხარული, იმიტომ რომ სტუდენტური მოძრაობა და სტუდენტური წინააღმდეგობა გუშინ კი არ დასრულდა, არამედ ახლა გადადის საერთოდ ახალ სიბრტყეზე, ახალი ძალებით და თუ კი ვინმეს, ასე ვთქვათ, აწუხებდა ფოიეში წოლიარე სტუდენტები, დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველამ უნდა წარმოიდგინოს, რა ძალას წარმოადგენენ ისინი მოქმედებაში და რა ძალა იქნება ეს სტუდენტებისგან წამოსული აი იმ ყველაფრის მერე, რაც ამ ხალხმა გამოატარა, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ვერანაირი დასჯა მათზე ვერ იმოქმედებს. აქ დგას უზარმაზარი რაოდენობა ხალხის, აი ხა მე მათ ვუყურებ, მსახიობების, რეჟისორების, ყველასი, ვინც იზიარებენ სულისკვეთებას სტუდენტებისთვის, ყოველდღიურად ჩვენ ვიქნებით მათ მხარდამჭერები და მათი გამძლიერები და ისინი იქნებიან ჩვენი, ასე ვთქვათ, წამყვანები ამ პროტესტში, ჩვენ მათ გავყვებით, იმიტომ რომ ეს არის საოცარი ხალხი, აბსოლუტურად არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც შექმნიან ქართული თეატრის ხვალინდელ დღეს და უბრალოდ ერთი რამ შეგვიძლია
შეგვიძლია ამ სიტუაციაში ვინატროთ, რომ აი ესე როცა ფიქსირდება ხელოვანი მისი პირველი გამოჩენა, როცა აი ამგვარი პრინციპულობით, ამგვარი ნაბიჯებით განხორციელდება ჩვენ სფეროში, უბრალოდ მინდა იმ დღეს წარმოვიდგინო და მალე მოვიდეს ის დღე, როცა ჩვენ ვნახავთ მათ შემოქმედებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე პრინციპული და ასე ვთქვათ ძლიერი იქნება, როგორც მათი აი ამ დღეებში გადადგმული ნაბიჯები თუ საერთოდ აი ამ 3 თვის მანძილზე ეს წარმოუდგენელი ძალისა და წარმოუდგენელი გამძლეობის მაგალითი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეატრალური სტუდენტებმა პრაქტიკულად ისეთი წინააღმდეგობა აჩვენეს ამ პროცესში, როგორც შეიძლება ძალიან ცოტამ თითქმის არავინ ჩვენ შორის. ეს არის უდიდესი პრინციპულობის მაგალითი, რითიც უკვე არიან შესულები ქართული თეატრის ისტორიაში ერთმნიშვნელოვნად, ამ უნივერსიტეტის ისტორიაში ხო თავისთავად და მე მგონია, რომ საქართველოს ისტორიაში. მგონი ეს ადმინისტრაციაც შევა ისტორიაში იყო სხვა მიმართულებით, როგორც პირველი ადმინისტრაცია, ვინც პროტესტის გამო გარიცხა სტუდენტებს. ისტორიაში შესვლა ბევრნაირად შეიძლება, ისტორიაში შესვლა ბევრნაირად პრეცედენტის სახიფათოებაზე გითხარით, დღეს პლაკატზე ქონდათ სია მოტანილი გარიცხულების, რომელიც სანდრო ახმეტელიდან იწყებოდა და სრულდებოდა სწორედ 2025-ში ამ სტუდენტებით, დღევანდელი სტუდენტებით. რამდენად სახიფათო და საშიში პრეცედენტი შექმნა ადმინისტრაციამ რეალურად? ადმინისტრაციამ შექმნა ის გარემო, რომელსაც ჩვენ თუ გავატარებთ, ასე ვთქვათ, მართლა შეიძლება რომ რევერსიულად წავიკითხოთ ეგ ბანერი, უღმა, ასე ვთქვათ და აღმოჩნდეთ ახმეტელთან და არა პირიქით. დღეს კიდევ არის ისეთი სიტუაცია, როცა ჩვენ შეგვიძლია მართლა ამოვიღოთ ხმა და ვიბრძოლოთ, მაგრამ 37 წელში თუ დავბრუნდებით და უკუსვლით წავალთ და მივალთ აუცილებლად ახმეტელამდე, მივალთ ისეთ პრეცედენტამდე, რომელიც ამ ქვეყანას და რაც თავარია ჩვენ სფეროს ძალიან ესე ვთქვათ დაღათ აქვს დასმული მის ისტორიაზე. ჩვენ რეპრესიების ისტორია ქართული თეატრის იდენტობის ნაწილია. ჩვენ იგივე ის ხალხი, რომელიც დღეს უნივერსიტეტში ასწავლის და ამ ნაბიჯებს დგამს და აი ამ ხელს აწერს ესეთ დანაშაულებებზე თავისი სტუდენტების წინააღმდეგ, ზუსტად ის ხალხი ფარისევლურად ცოტა ხნით ადრე ან შეიძლება პარალელურად მოგიყვებოდათ რეპრესიების ისტორიასაც და რასაშინელება გამოიარა ქართულმა თეატრმა, მაგრამ როგორც ჩანს, თავად გაკვეთილები მათ არ გამოუტანიათ ამ ისტორიიდან და ვისაც გამოტანილი აქვს ეს გაკვეთილები, სწორედ ისვე გამოუტანს განაჩენს ამ ხალხს. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. დათა თავაძე, სამეფო ბუნის თეატრის რეჟისორი, პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.